მოგესალმებით, მე ნუცა ვარ და დღეს გასწავლით სვლადი ველების დამატებას. რედაქტორში გახსენით ნებისმიერი ბიბლიოთეკის შაბლონი, მოათავსეთ კურსორი იქ, სადაც გსურთ დინამიური კონტენტის გამოჩენა, მაგალითად კონტრაჰენტის სახელი. გვერდით ამ მხარეს გახსენით ადგილმარქერების მენიუ. თქვენ ნახავთ კატეგორიებს, თანამშრომლის მონაცემები, კონტრაჰენტის მონაცემები, შიდა მონაცემები. აირჩიეთ სწორი ველი და დააჭირეთ ჩასმას. იგივე გააკეთეთ თარიღების, მისამართების, ID ნომრების, ნებისმიერი რამისთვის, რაც იცვლება თითოეულ დოკუმენტზე. გჭირდებათ რაიმე მორგებული, რომელიც სიაში არ არის, უბრალოდ აკრიფეთ თქვენი ტექსტი კვადრატულ ფრჩხილში და SmartCRM მას ჩანაცვლების ველად მიიჩნევს დოკუმენტის გენერირებისას. შეინახეთ შაბლონი, შემდეგ ჯერზე, როდესაც ვინმე მისგან დოკუმენტს შექმნის, მას მოეთხოვება ყველა ჩანაცვლების ველის შევსება ან ავტომატურად შეივსება.